განცხადება კეთდება ახლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პირდაპირ ეთერში გთავაზობთ ამ განცხადებას. Repressive izდება, სწორედ ამიტომ რო გაიზრდოს წინააღმდეგობაც. ვერ გწოლენ თქვა სიტყვები ძის რუსეთის დამპალი იმპერია. შეცდებიან, შეგა მიიღებენ კიდევ უფრო ხმამაღლა ამ სიტყვებს. ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე. პარასკევს 5 საათზე ვიკრიბეთ პარლამენტის უკან. მოგიწოდებთ ყველა შემოგვიერთდეთ, რადგან დროა დავიცვათ საქართველო. მოგიწოდებთ სტუდენტებს, ამოიღოთ ხმა, შემოგვიერთდეთ. არ გასცეთ ქულას მნიშვნელობა როგორც თავისუფლებას. აქ მნიშვნელობა არცეთ ქულას რუსულ ქვეყანაში. არ მნიშვნელობა არცეთ ქულას თორგოცნება რა არის სოლიდარობა და რა არის ემპათია. ამ ქვეყნის ისტორია ბრძოლა თავისუფლებისთვის. დღეს ჯერ ჩვენზეა და ჩვენ ვფიქრობთ ხვანდელ დღეს. იწვევთ თქვენი ძალების ადავჯერ პროპაგანდას და შემოგვიერთდით. ჩვენ ვიყურებენ ცხაპლის გმირები, ჩვენ ვიყურებენ ანწუხელიძე და სხვა გმირები. გამარჯვების დროშა ახლა ჩვენს ხელშია და არ გვაქვს უფლება გავჩერდეთ. ვინდა მერთოთ ოპოზიციასაც, არ გაბრდოთ თვითმმართველობის საჩვენებლის მოწვევის მიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღეთ პასუხს ჩვენგან. ახლა უკომპრომისო ბრძოლის დროა და არ არის ჩვენთან თანამშრომლობის. და ყველაზე მნიშვნელოვანია თავისუფალ რეჟიმს წყვეებს ძის რუსული რეჟიმი. გვახსოვდეს საალთუნდების ერთობაშია ბრძოლა გრძელდება ბოლომდე. ბრძოლა გრძელდება ბოლომდე. ამბობენ ახალგაზრდები. ოვაციებით შეხვდნენ ისინი სტუდენტის განცხადებას, მათ მიმართეს თანამებრძოლებს, დაკავებულ სტუდენტებს, სწორედ მათი თავისუფლებისთვის, სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის შეიკრიბნენ ისინი დილიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან. შეიძლება ითქვას, რომ აუდიტორია არის არა შიდა ტერიტორიაზე, არამედ არის სწორედ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსის ეზო და მისი მიმდებარე ტერიტორია. ან უკვე რამდენიმე საათია, რაც სწორედ ამ ადგილას არიან შეკრებილები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და არა მარტო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის ახალგაზრდები თავიანთ პროფესორებთან ერთად ისინი სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებენ თანატოლებს, თანამებრძოლებს და მოითხოვენ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ცოტა ხანში ზუსტად ამ ადგილას ილია უნისთან უკვე უნდა მოვიდნენ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც ასევე სოლიდარობის ნიშნად დღეიდან გაფიცულები არიან. ეს ადამიანები აქ შეკრებილი მოქალაქეები უარს ამბობენ აუდიტორიებში შესვლაზე, პროტესტის ნიშნად ამბობენ, რომ ისინი ვერ გააგრძელებენ ჩვეულ რეჟიმში სასწავლო პროცესის გაგრძელებას იქამდე, ვიდრე მათი თანამებრძოლები, მათი მეგობრები არიან პატიმრობაში და ციხეში. ახ გავესაუბრები აქციის მონაწილეებს, მათ ვკითხავ მეც ხელანდელი გზავნილების შესახებ. ცირა არის ჩვენთან ერთად სამოქალაქო აქტივისტი, სტუდენტი. გვითხარით თუ შეიძლება მეტი ამ პროტესტზე, მეთოდებზე, ამ ბრძოლის დღეს გაფიცვა აირჩიეს სტუდენტებმა ამ შემთხვევაში ბრძოლის მეთოდად. გვითხარი კიდევ ერთხელ მოკლედ მოთხოვნებზე და გაფიცვა რამდენად ეფექტიანი შეიძლება აღმოჩნდეს საბოლოოდ ამ პროცესში, როგორ გონია? არა მხოლოდ ილიონის სტუდენტები, ზოგადად ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტები ძალიან დიდი ხანია არიან გაფიცულები და შიგადაში ყოველთვის ხდება ესეთი აქტივობები. დღეს ეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ამ უნივერსიტეტის ორი სტუდენტი არის უკანონო პატიმრობაში, ასევე არის დაპატიმრებული თათია და არავინ არ ვიცით რა არის ამის მიზეზი. უბრალოდ ესე მოუნდათ, რომ სტუდენტები ამ ყოფენ უკანონო ტყვეობაში. სტუდენტები დღეს აქ დგანან იმისთვის, რომ თავიანთ კურსელებს დაუმტკიცონ, რომ დგავართ ერთად, ვიბრძოლებთ ბოლომდე და ამ რეჟიმს ერთად დავამარცხებთ ყველანი. ბეტონო, დიდი მადლობა. სხვა სტუდენტებსაც გავესაუბრები. ისინი როგორც გითხარით, უკვე რამდენიმე საათია კორპუსთან შეკრებილები არიან, უცხადებენ სოლიდარობასა და მხარდაჭერას თავიანთ მეგობრებს. გამარჯობა, გიორგი რომელაშვილია ჩვენთან ერთად. ნახეთ დანიელ მუმლაძისა და მაგალითად გურამ ხუტაშვილის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლოში საპროცესო არ გაუფორმეს, 3 წლის ისინი ციხეში გაუშვეს, თათია ციხეშია, თქვენი მეგობრები ციხეში არიან, ლუკა ნაცვლიშვილი დაიჭირეს მხოლოდ იმის გამო, რომ იდგა საპროტესტო აქციაზე ბათუმში. მოკლედ ხედავთ, რომ რეპრესიები უფრო მეტად მკაცრდება. არანაირი კომპრომისის წინაპირობას ყოველ შემთხვევაში რეჟიმის მხრიდან ვერ ხედავთ. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ამ პროცესში, ამ ბრძოლის განვითარება და ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება? კი ბატონო, ნებისმიერი აქტი რეჟიმისგან არის ზეწოლა აქტივისტებზე, რომ ზუსტად ის სცენარი გაიმეორონ, რაც უკვე დიქტატორულ სახელმწიფოებში შესრულდა. ძირითადად საუბარი მაქვს ისეთ სახელმწიფოებში, სადაც რუსული სათცები ამჟამად. ჩემი მეგობარი ლიკა ლორთქიფანიძე, ასევე ჩემი მეგობარი თათია აფრიამაშვილი დააკავეს შეძახილის გამო, რომელსაც იყერებდნენ 100 წლის წინ ქართველი სტუდენტები, ძირს რუსეთის დამპალი იმპერია. მარიამ ლაშხმა ეს მიიღო შეურაცხყოფად და გასაგებია რატომაც, იმიტომ რომ ის არის რუსი მონა და შესაბამისად ძირს რუსეთის დამპალი იმპერია ნიშნავს, რომ უნდა დაემხოს რეჟიმი, რომელიც არის საქართველოში გამყარებული. თავისუფლება ლიკას, თათიას, ლუკას და 65 პოლიტპატიმარს, რომელიც ამჟამად საპრობილეში ყოფს ჩაყრილი.
დიდი მადლობა გიორგი რომელაშვილს უსმენთ ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია არ მარტო ილიაუნის სტუდენტები სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან არიან შეკრებილები აქ ახალგაზრდები ლუკა ხიძაძეა ჩვენთან ერთად ის თავისუფალ აუდიტორიას წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს ლუკა ცოტა ხანში უნდა მოვიდნენ აქ თსსუ-დან ახალგაზრდებიც აქ სხვადასხვა უნივერსიტეტიდან არიან მოსულები ახალგაზრდები ხართ თქვენც თსსუ-დან მოსული რატომ არის მნიშვნელოვანი ამ ტიპის მხარდაჭერა რატომ არის მნიშვნელოვანი გაიშალოს და უფრო მრავალფეროვანი იყოს ეს პროტესტი მოგესალმებით პირველ რიგში ხო რაც შეეხება დღევანდელ დღეს გაფიცვა ჰქონდა რასაკვირველია ლექციებზე და სემინარებზე შემდეგ არ შევედით სტუდენტები ამ დღეს ახლა რასაკვირველია განსაკუთრებული შედეგი ვერ ექნება იმიტომ ეს არის ერთდღიანი გაფიცვა თუმცა ამას ჰქონდა სიმბოლური დატვირთვა იმიტომ რომ სტუდენტები 19-20 წლის გოგონები რომლებსაც უბრალოდ საკუთარი აზრი წარმოთქვეს და არანაირი შეურაცხყოფელი სიტყვა არ უთქვია თქვა რომელიმე ადამიანისთვის ეს ადამიანები უბრალოდ 12 დღით ჩასვეს იზოლატორში და ეს უსამართლობა არის და ამას უკვე მივეჩვეთ ქართული ოცნებისგან და მთავარი მომენტი ესაა რომ როდესაც ეხება საქმე სტუდენტებს და ახალგაზრდებს და მთავარი სამიზნე ხდება რეჟიმის სტუდენტები და ახალგაზრდები ამ დროს აუცილებელია რომ ეს სოლიდარულობი ვიყოთ სტუდენტები და ახალგაზრდები ჩვენი მეგობრების ჩვენი კურსელების მიმართ უნივერსიტეტელების მიმართ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს რომ ამ დღეს რაც გავაკეთეთ ეხლა მარში იქნება სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები იქნებიან მე ყველა გადავინაცვლებთ უკვე პარლამენტთან ერთი რისი თქმაც მინდა და ყველა სტუდენტს და ყველა ახალგაზრდას ვეთხოვდი ამას რომ უნდა დავიჯეროთ ყველამ რომ რეალურად შეგვიძლია შედეგის დადება და რეალურად შეგვიძლია რომ უნიათო ეს უნიჭო ხალხი ქართული ოცნების წარმომადგენლები ჩამოვშავოთ და გადავაგდოთ საქართველოსთან იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა არის დამოუკიდებელ თავისუფალ საქართველოში დავიბადეთ და ამ თაობას ნამდვილად შეუძლია საკუთარი დამოუკიდებლობის და ქვეყნის დაცვა ამიტომ ღირს ამ ქვეყნისთვის ბრძოლა ღირს ჩვენი მეგობრებისთვის ბრძოლა იმ ღირებულებებისთვის ბრძოლა ნამდვილად ღირს ეხლა არის მომენტი როდესაც სწავლა უნდა გადავდოთ ეხლა არის მომენტი როდესაც ცოტა ხრით უნდა ჩავდგეთ ქვეყნის სამსახურში იმიტომ რომ რეალურად ეხლა ვერანაირად ვერ შეძლებთ განათლების მიღებას და ვერ შეძლებთ ამ ქვეყანაში საკუთარი თავის რეალიზაციას ამიტომ ეხლა არის მომენტი როდესაც ახალგაზრდობა უნდა დავდგეთ ისევ ერთად ეს რუსული კანონის დროს გამოვედით ამდენი ადამიანი ამდენი ახალგაზრდა და შევძელით ის რაც შევძელით დავანახეთ რეჟიმს ჩვენი ძალა კიდევ ერთხელ უნდა გავაღვიძოთ ეს მუხტი და ეს ძალა ჩვენში ახალგაზრდებში მე ამის დიდი იმედი მაქვს რომ კიდევ ერთხელ მოგვიწევს და კიდევ ერთხელ შევძლებთ ამას ახალგაზრდები და აუცილებლად მე ამის მჯერა დავამთავრებთ ქართულ ოცნებას ლუკა თქვენც გითხარით როგორც ერთი სტუდენტი დღეს თქვენც გაფიცული ხართ არ შეხვედით აუდიტორიაში არ დაესწარით ლექციას როგორ გონიათ გაფიცვა ეს ფორმა რამდენად ეფექტიანი იქნება ერთი მხრივ და მეორე მხრივ გითხარით თქვენ როგორც ერთი მოქალაქე აქ რატომ გახართ გაფიცვა არის ის ერთადერთი ნამდვილობა რომელიც აქ შეიძლება უნივერსიტეტში სტუდენტმა გამოხატოს და ამით თქვას თავისი სიტყვა ამით თქვას ის რომ ზირს რუსეთის დამპალი იმპერია და ანახოს რუსულ რეჟიმს რომ კი შენ შეიძლება ერთი ადამიანი გააკავა ამის გამო მაგრამ ხვალ გამოვალ და უფრო მეტი ვიტყვით იგივე სიტყვებს და განახებთ რომ არ შეგვეშინდება და ვერ შეგვეშინებთ და ყოველთვის ვიტყვით იმას რაც საქმეა ამ ქვეყანაში მე მგონია რომ ეს ბრძოლა არის მნიშვნელოვანი მგონია რომ ბრძოლაშია თავისუფლება და ამ ბრძოლით უნდა გავემარჯვოთ ამ ბრძოლით და ამ თავისუფლებით არის და სწორად დღეს ლიკაციხეში ავი წარმატებები ლიკა იმედია ამასაც ნახავ და ყველაფერი მაგრად იქნება ჩვენ გავემარჯვოთ დიდი მადლობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსთან შეკრებილები არიან სტუდენტები, პროფესორები, სამოქალაქო აქტივისტები, იგივე მოქალაქეები ცოტა ხანში მას შემდეგ რაც კიდევ უფრო გაიზრდება რაოდენობა აქციის მონაწილეების უკვე მსვლელობით მარშით ახალგაზრდები თავიანთ პროფესორებთან ერთად დაიძრებიან რუსთაველისკენ და დღესაც ტრადიციულად შეხვედრის ადგილი საპროტესტო აქციის იქნება სწორედ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია